პირველი ნაციონალიზმის განმარტება საერთოდ არ ნიშნავს არაფერს სულს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისურვებ, რომ შენი სამშობლოს იდეის ქვეშ გაერთიენდე და იბრძოლო მის დასაცავად. ნუ ეხლა თქვათ ჰიტლერად თუ არ გადაიქეცი და ებრაელების ამოჟლეტვა თუ არ დაიწყე, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მეორე იყო პავლე ინგოროყვაზე ზღაპრებს არ ვცელებდაო, არ უთქვამს არავის, არასდროს. და ვერ სიტყვის ვერავინ, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი მეცნიერი მსოფლიო დონის და დამიჯერე რომელიმე მეცნიერი ასეთი ცნობილი, როგორც პავლე ინგოროყვა, რამის სისულელებს და ტყუილებს რომ ამბობდეს, დიდი ხნის წინ გვესაძინებოდა და მისი რეპუტაცია საერთოდ არ იქნებოდა შემორჩენილი. მესამე, სტალინმა როგორ დაამტკიცა, რომ პავლე ინგოროყვა ამბობდა სიცრუეს და ზღაპრებს. შენ წარმოგიდგენია, რომ დიქტატორი, თუნდაც არა დიქტატორი, უბრალოდ პოლიტიკური პირი ამტკიცებდეს აკადემიკოსმა სიმართლე ისაუბრა თუ ტყუილე. და რაც შეეხება ხა იმას, რადგან ამ ვიდეოში ვსაუბრობდი, ივენი ჯავახიშვილმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი ერთ-ერთი სამაყო და საყვარელი ისტორიული ფიგურაა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება აქვს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ დაწერა თეორიულად ის, რაც ზუსტად არ იცოდა და დაამტკიცდა, რომ არ იყო ჭეშმარიტება, რასაც მისი თეორია ამბობდა. მისი თეორია ამბობდა, რომ ტოპონიმი, როგორიც არის მაგალითად, არ ვიცი, მოკლედ თანხმოვანთა შეთანხმება ფსუა, ფშა და ფსა არ იყო ქართულ ენაში. და მოგვიანებით დამტკიცდა, რომ არის ბევრი ისეთი ქართული ტოპონიმი და შესაბამისად ისეთი ქართული თანხმოვანთა შეთანხმება, რომელიც ზუსტად მის ქართულობას ამტკიცებს. ეხლა ამ ვიდეოში უბრალოდ მეც ვერ ჩავტევ, მაგრამ აი ეს მოკლედ რომ შევაჯამოთ, აი ეს არის.